თქვენ წინა საარჩევნო ძალიან აქებდით მას. გვახსოვს ყველას თქვენი განცხადებები. დღეს თუ ხართ კმაყოფილი პრეზიდენტ მარგველაშვილის მუშაობით? ზოგადად მე ვფიქრობ, რომ აქაც ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, თუმცა მე ველოდი უკეთეს არ დამალავ. აი რასაუბრობთ? პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ მე მოკლედ დავახასიათებ. ძალიან მოკლედ ვიტყოდი, რამე თუ პროცესები მე ვფიქრობ მიმდინარეობს ნორმის ფარგლებში, არაფერი საოცრებები არ ხდება. თუმცა პირველი ორი თვე მე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან. რასაკეთს? აი მაგალითად შეიძლება კითხოთ ესეთი რამე. იყო საუბრები მის შესახებ, რომ პრეზიდენტს სურვილი ჰქონდა ვეტო დაედო ერთ-ერთ კანონპროექტზე, ეს იყო მოწმეთა დაკითხვის შესახებ გადავადებასთან დაკავშირებით და გარკვეული დისკუსია და პოლემიკა იყო ამ საკითხზე. თქვენ როგორ აფასებთ ამას? გვაქვთ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია? ინფორმაცია რა თქმა უნდა მქონდა, მაგრამ მე ინფორმაციებს თავს ავარიდებ, თქვათ, რატომ არ დაადო ვეტო თუ აპირებდა თუ არა ვეტოს დადებას პრეზიდენტი ამ კანონპროექტის მოწმების დაკითხვის გადავადება. მე ისეთ მაგალითებს მოვიყვან, სადაც ქმედება განხორციელდა, რომელიც მე არ მომწონს და არა ვთქვათ, რაც ჩვენ მქონდა საუბრები, მაგრამ ამას შედეგი არ მოხოლია, ისეთი რაც საზოგადოებისთვის საინტერესოა, თქვათ, ან ცუდია. შესაბამისად კანონპროექტთან დაკავშირებით, ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, თქვათ, მე არ ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რომელიც მე მრავლად მქონდა და იყო გაუგებრება ჩვენ შორის. ორი თვის განმავლობაში ჩვენ მქონდა ძალიან ჩაჯიდებული პოლემიკა. მე ვფიქრობ, რომ პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა და როგორც იყო არჩევნებამდე, სულ 60 წლის ხვდები და მე მსგავსი მაგალითიც კი არ მახსოვს პრინციპში, მაგრამ არაფერი საოცრებაც არ ხდება. დღეს აღარ ვაგრძელებთ ჩვენ ვთქვათ ესეთ არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაშიც მე ვერაფერ ტრაგედიას ვერ ხედავ. ეს ნორმალურია, შეიძლება ხო, ჩვენ ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ საჭირო აღარაა ესა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ კი რამე ვთქვათ, მოვლენები ხდება მის ირგვლივ. და ამაშიც მე ვერაფერს ვერ ვხედავ აუცილებლობას და საჭიროებაც კი არა, უკეთესია ჩემთვის პირადად დავისვენებ, ვთქვათ. ზედმეტი დრო გამიჩნდა. ზოგადად აქაც არაფერი პრინციპული არ მხდება, არაფერი საგანგაშო არაა. თუმცა მე ვთქვათ არა ვეტოსთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რაც უკვე განხორციელდა და მე ვთქვათ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე მასთან და მასთანვე ვთქვი, რომ საჯაროდაც ამას გავიტანდი, რამე თუ მან პასუხი ვერ გამცა მაჯავარიანთან დაკავშირებით, ვანო მაჯავარიანთან დაკავშირებით, რატომ გახდა ფავორიტი ვანო მაჯავარიანი ახალი პრეზიდენტის, როდესაც ძველი პრეზიდენტის ფავორიტი აშკარად არის მისი ძმა, მიშა მაჯავარიანი. მე ზოგადად ამაში აქაც ტრაგედიას ვერ ხედავ, აქვე გავუსვავ ხაზს. არაფერს ანიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის, თქვათ, ლიდერის ძმა ეს, ძმამაც კი რომ იმუშაოს დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამაშიც ვერ ხედავ მე ტრაგედიას, თვითონ მიშამაც კი აქაც ვერ ხედავ ტრაგედიას. თუმცა იქ გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც. ვანო მაჯავარიანთან. რა თქმა უნდა, როდესაც თქვათ ეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე და ძველი